ატლას პროფილაქსი უსაფრთხო, ეფექტური. არასამედიცინო მეთოდია სხეულისა და ფსიქიკის გასაჯანსაღებლად. დანერგილი რენე კლაუდიოს შუმპერლის მიერ. ვიქნებით ფიზიკურად და სულიერად ჯანმრთელნი, თუ დავიტანჯებით ტკივილებით, დამოკიდებულია ჩვენს ატლასზე, კისრის პირველ მალაზე. თქვენ ხედავთ კისრის 7 მალას. ატლასის უკან არკალსა და ატლასის განივ მორჩებს. ატლასი კისრის პირველი მალაა, რომელსაც მითიური გოლიათის სახელი, ატლანტი, იგივე ატლასი ჰქვია და რომელსაც ბერძნული მითოლოგიის მიხედვით მხრებით ცის თაღი უჭირავს. ატლასი კისრის მეორე მალას, ღერძმალას, იგივე აქსის ეყრდნობა. თქვენ ხედავთ ატლასის ზედა სასახსრე ფოსოებს. ატლასია ის, რასაც თავი უჭირავს. კეფის დიდი ხვრელის გვერდებზე არის კეფის სასახსრე მორჩები. რისი მეშვეობითაც თავი ებჯინება პირველი მალის, იგივე ატლასის სასახსრე ფოსოებს. ასე წარმოიქმნება კეფა ატლასის სახსარი. ზედაისრით ნაჩვენებია კეფის სასახსრე მორჩები. ასე ჯდება პირველი მალა კეფის სასახსრე ფოსოში, მეორე მალა კი პირველ მალაში. აქსისის კბილის წყალობით ხდება შესაძლებელი თავის მოძრაობა მარჯვნივ და მარცხნივ. ყურადღება მიაქციეთ ამ კადრებს. კისერი უძრავ მდგომარეობაშია. მოძრაობს მხოლოდ პირველი მალა და თავი. ამ დროს თავი მოძრაობს, კისრის მალები კი ისვენებს. საყრდენ ფუნქციას ასრულებს. როცა ატლასი სწორ მდგომარეობაშია, ადამიანს შეუძლია დატკბეს ჰარმონიული ცხოვრებით. თუმცა პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ატლასი ყველა ადამიანს მდებარეობა შეცვლილი აქვს. თქვენ ხედავთ თავის ქალის ხეც ქვემოდან. ატლასი გადახრილია მარცხნივ და შეტრიალებულია. მისი ერთი მხარე გადახრილია მარცხნივ და ზემოთ. მეორე კი მარჯვნივ და ქვემოთ. ამგვარად ატლასი ნაწილობრივ კეტავს კეფის დიდ ხვრელს და ზეწოლას განიცდის მოგრძო ტვინი, რომელიც აკონტროლებს ორგანიზმში მიმდინარე სასიცოცხლო პროცესებს. ნაწილობრივ იკეტება განივ მორჩებში გამავალი არტერიები, რის გამოც ტვინს აღარ მიეწოდება საჭირო რაოდენობით სისხლი. ეკრანზე ხედავთ გვერდხეთს. ატლას არ შეუძლია ამ მდგომარეობიდან დამოუკიდებლად გამოსვლა, რადგან ის ფიქსირებულია სიღრმეში განლაგებული კეფის კუნთებით. წლების მანძილზე ეს მდგომარეობა მხოლოდ და მხოლოდ უარესდება. გადახრილი ატლასი ზეწოლას ახდენს ხერხემლის არტერიებსა და ნერვებზე, საძილი არტერიებსა და ლიმფურ ძარღვებზე. ერთი პრობლემა წარმოშობს მეორეს, მეორე მესამეს და ასე იკვრება წრედი. ყველაფერში დამნაშავე კი ატლასის არასწორი მდებარეობაა. ატლასს არა მხოლოდ თავი უჭირავს, არამედ ის პასუხისმგებელია წონასწორობაზე, ტანდეგობის ჩამოყალიბებასა და სხეულის მოძრაობაზე.
როცა ატლასი სწორ მდგომარეობაშია, სხეული თავისუფლად, მსუბუქად და გამართულად მოძრაობს. ატლასის გადახრა იწვევს ხერხემლის გამრუდებას, კანდეგობის დარღვევას და მოძრაობების შეზღუდვას. ამის შედეგია თავის, კეფის, კისრისა და წელის ტკივილი, ხერხემლის თიაქარი, მენჯის ძვლების ასიმეტრია, ფეხების სიგრძეს შორის სხვაობა და ასე შემდეგ. ტკივილი ვრცელდება ზემოდან ქვემოთ და ნელ-ნელა მთელი სხეული ავადდება. თუ ბავშვები უჩივიან ტკივილს კეფისა და კისრის არეში, მოზრდილებს ემატებათ წელისა და სახსრების ტკივილი. მდებარეობა შეცვლილი ატლასი იწვევს სკოლიოზის, ოსტეოქონდროზისა და ართროზის ჩამოყალიბებას. მაგრამ გამოსავალი არსებობს. შვეიცარიული არასამედიცინო მეთოდი ატლას პროფილაქსი. რენე კლაუდიოს შუმპერლიმ დანერგა მდებარეობა შეცვლილი ატლასის გასწორების ერთადერთი უსაფრთხო და ეფექტური მეთოდი. ეს პროცედურა ტარდება ცხოვრებაში ერთხელ, რადგან გასწორებული ატლასი ანატომიური და მექანიკური მიზეზების გამო ვეღარ ბრუნდება ძველ პოზიციაში.